ექთნები და ბებიაქალები ცენტრალურ ადგილს იკავებენ ჯანდაცვის სისტემაში და ხშირად პირველი და ზოგჯერ ჯანდაცვის ერთადერთი პროფესიონალები არიან, რომლებსაც ადამიანები ხვდებიან ჯანდაცვის სისტემასთან ურთიერთობებისას და შესაბამისად შეუძლიათ შექმნან და განახორციელონ ეფექტური ჩარევები პაციენტებისა და ოჯახებისა და თემების საჭიროების დასაკმაყოფილებლად. ჯანმოს მუშაობა ექთნებთან, ბებიაქალებთან დაკავშირებით ამჟამად განისაზღვრება ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 2021 წლის რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ჯანმოს წევრ სახელმწიფოებს გააძლიერონ საექთნო საქმიანობა და ექთნისა და ბებიაქალების 2021-25 წლების გლობალური სტრატეგიული მიმართულების შესაბამისად. ექთნისა და ბებიაქალის გლობალური სტრატეგიული მიმართულებები მოიცავს პოლიტიკის 4 ძირითად სფეროს: განათლება, სამუშაო ადგილები, ლიდერობა და მომსახურების მიწოდება. თითოეულ სფეროს აქვს სტრატეგიული მიმართულება, რომელიც აყალიბებს მიზანს 5-წლიანი პერიოდისთვის. ექთნისა და ბებიაქალის გლობალური სტრატეგიული მიმართულებები მოიცავს პოლიტიკის 4 ძირითად სფეროს: განათლება, სამუშაო ადგილები, ლიდერობა და მომსახურების მიწოდება. თითოეულ სფეროს აქვს სტრატეგიული მიმართულება, რომელიც აყალიბებს მიზანს 5-წლიანი პერიოდისთვის და მოიცავს 4 პოლიტიკურ პრიორიტეტს. თუმცა ჯერჯერობით არსებობს გამოწვევები როგორც გლობალურად, ისე ჩვენთან საქართველოშიც, რომელთა გადაჭრა უახლოესი მომავლის ამოცანებს წარმოადგენს. ესენია: პირველი, კვალიფიკაციის და განათლების პრობლემები. სწრაფად ცვალებად სამედიცინო სფეროში ექთნების განათლება და კვალიფიკაცია ხშირად ვერ უწყობს ფეხს თანამედროვე ტექნოლოგიურ და მეთოდურ მიღწევებს. გადაწყვეტის გზებად გვესახება მათი უწყვეტი განათლება და უნივერსიტეტების როლის გაძლიერება საექთნო საქმიანობაში. მეორე, სამუშაო პირობები და კადრების დეფიციტი. მსოფლიო მასშტაბით ექთნების მწვავე დეფიციტია. ეს იწვევს გადატვირთულობას, ხანგრძლივ სამუშაო საათებსა და პროფესიულ გადაწვას. გადაწყვეტის გზებად გვესახება კადრების რაოდენობის გაზრდა და საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების ზრდა, რათა მეტი ახალგაზრდა იქნეს მოზიდული ამ პროფესიაში და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესება აუცილებელია. მესამე, საზოგადოების დამოუკიდებულება და პროფესიის პრესტიჟი. მიუხედავად იმისა, რომ ექთნებს კრიტიკული როლი აქვთ ჯანდაცვაში, მათი პროფესია ხშირად არ არის სათანადოდ დაფასებული საზოგადოების მხრიდან. ეს გავლენას ახდენს ახალგაზრდების არჩევანზე და პროფესიის მიმზიდველობაზე. გადაწყვეტის გზებად გვესახება ფართო საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიები, სისტემატური განხორციელება, რომლებიც ხაზს გაუსვავს ექთნების მნიშვნელობას და როლს ჯანდაცვაში. სახელმწიფო და სხვა ტიპის ჯილდოების, წახალისების დაწესება და აღიარება გამორჩეული ექთნებისთვის. მეოთხე, ტექნოლოგიური ცვლილებები და მონაცემთა მართვა. ელექტრონული ჯანმრთელობის ჩანაწერების სისტემები, ტელემედიცინა და სხვა ციფრული ინსტრუმენტები ექთნებისგან მოითხოვს ახალ უნარებს მონაცემთა მართვისა და ტექნიკური სისტემების გამოყენების კუთხით. გადაწყვეტის გზებად გვესახება კვლავ რეგულარული კონკრეტული ტრეინინგები ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ახალი ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. პროგრამული უზრუნველყოფა უნდა იყოს მარტივი, ინტუიციური და მომხმარებელზე მორგებული. საქართველოსთან დაკავშირებით დავამატებდი კიდევ 2 პრიორიტეტს: სახელმწიფო და საკანონმდებლო მხარდაჭერას და თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან. 21 საუკუნეში ექთნის პროფესია მუდმივი ცვლილებების პროცესშია. გამოწვევები მნიშვნელოვანია, მაგრამ მათი გადაჭრა შესაძლებელია სახელმწიფოს, პროფესიული ასოციაციების და მოსახლეობის კოორდინირებული ძალისხმევით.